paper-ი ვერ ვიპოვე ისე და ანუ sci-hub-ზე რეფერენსი როგორ ჩავწერო? ანუ რა რეფერენსი? ჩავაგდებ links. ერთსამეთ. ეს რა გამიხსნათ. ერთსამეთ. აი ჩანს ხო? კი ჩანს. ოკეი. ხო, წაკითხული ახლა გაქვთ? მაშინ ზედაპირულად მოგიყვებით რა. ანტონ, წაიკითხე შენ ისე? არა, არც ვიცოდი დღეს რო იყო ლექცია. აი დაიკიდე. ოკეი. მოგლეთ, curriculum learning-ზე იქნება დღევანდელი ლექცია რა. და ნუ სასწავლო გეგმის სწავლება რა, რაც ეგეთ კონცეფცია, რომელიც 2009 წელს შეიმუშავა იოშუა ბენჯიომ და მისმა კოლეგებმა. ICML-ზე გაიტანეს ეს კვლევა. იოშუა ბენჯიო იციანტო შევინა, წერად ამათ უთხარი და. არა. აი, არა უშავს კაცო. просто ვიკითხე. ნობელის ლაურეატი არის, რო თუ სწორად ვიცი, მასთან ერთად რა ქვია. იან ლეკულთან ერთად და ჯონ ფრინტონთან ერთად არის ეს AI-ის ნათლიები ხო არიან რა და ნუ ერთ-ერთი არის ეს რა. კაი, რატო გჭირდება ეს? ნუ мотиваცია იქიდან მოდის, რომ ნუ როგორც ჩვენ ვსწავლობთ ადამიანები და ცხოველები მარტივიდან რთულისკენ, ხო? განათლების სისტემის ამ პრინციპით აგებული სადაც ახალი კონცეფციები ეფუძნება უფრო ნასწავლ ცნებებს. და ნუ კითხვა დაისვა ეგეთი რომ შეგვიძლია თუ არა რომ მსგავსი სტრატეგია გამოვიყენოთ მანქანური სწავლების ტრენინგში. სტანდარტული ტრენინგი როგორც ასეთი გულისხმობს ყველა სემპლის შემთხვევით არევას, ხო? ანუ დაშაფლას. პრობლემა თავარი ის არის იდეაში რა, ანუ აი ამ სტანდარტული ტრენინგის რო არა კონვექსური ან ნონ კონვექს ქსელების შემთხვევაში ანუ კონვექს და ნონ კონვექს იცით რა არის? ხო, ამოზნექი, ჩაზნექილი და ჩაუზნექავი. ხო, loss landscape-ი convex ფუნქცია. ხო, ანუ უფრო დეტალურად რო ავხსნათ რა. კონვექს არ აქვს ლოკალური მინიმუმი, იგივე ისა, რა ქვია, ხო? გლობალური მინიმუმი. ან ჩაზნექილი ამოზნექი როგორც თქვი რა. და აი უფრო აი დეტალურად რო განახოთ აი. ახსად შევედი. აი ესეთი არა. non-convex აქვს ლოკალური მინიმუმები. convex აქვს, ანუ ამას აქვს გლობალური მინიმუმი, აგერ ხედავთ, მაგრამ convex-ის ლოკალური მინიმუმი გლობალური მინიმუმს ემთხვევა. ხო, და ნუ ეგეთი ფუნქციების მინიმიზაცია საკმაოდ რთული არის. ტრენინგისას. ადრეულმა ხმაურიანმა და რთულმა მაგალითებმა შეიძლება შეანელოს რა კონვერგენცია და ქსელი ცუდ ლოკალურ მინიმუმში მოამწყვილოს რა. აი ჩვენ ხო არ გვინდა რომ
აი აქ მოხვდეთ, ხო? აი აქ ხარ გვინდა რომ მოხვდეთ, გვინდა რომ აი აქ მოხვდეთ. აქ თუ მოხვდით, მე შეიძლება ვეღარც ამოვიდეთ. ეს პრობლემაა. ხო და ამათ ჰიპოთეზა არის, რომ სწორად ჩერჩილის სასწავლებლმა შეუძლია როგორც კონვერგენციის სიჩქარეზე ისე მიღებული ლოკალური მინიმუმის ხარისხზეც იმოქმედოს და გამოუმჯობესოს რა. ოკეი. ეს ხო გასაგებია. კაი, კითხვა აქ წერია, რომ რატო შეიძლება random shuffling-ი არაოპტიმალური იყოს ხრმანეირონული ქსელების, ვისაც გიმუშავეთ ხრმანეირონული ქსელების ქსელებზე, აუ, მომენტ ხო, ნუ თქვი უკვე პასუხი და რა აზრი აქვს რო გიკითხებთ. აი. მაგრამ გაიმეორეთ თუ გინდათ. მიპასუხეთ რატო არის random shuffling-ი ასაბოპტიმალური. არის ვენდით? არის პასუხობთ რომელიმე? რა გავიმეორო, ანუ სხვა ვარიანტებიც არის random shuffling-ზე სხვა ვარიანტებიც შეიძლება იყოს ანუ ის რომ რაღაცა ხო ნუ საბოლოო ჯამში შედაც თქვი ეგ არის რომ ლოკალურ სტრუქტურაზე იქნება მორგებული და რაღაც ლოკალ მინიმაში არ გვინდა რომ ჩავარდეს და მაგიტო არის სუბოპტიმალური რა. და ანუ რეალურად მაინც იმ ფაქტს არ ცვლის რომ ყველაზე კაი ვარიანტია ზოგადად იმაში რა ზოგადად shuffling-ის ვარიანტებში რა. და ხო ეგაა საბოლოო ჯამში პასუხი რა ლოკალური სტრუქტურა. ანუ სტოქასტიკური gradient descent-ი შეიძლება ძალიან ადრევად გაიჭედოს ისეთ ეგზემპლებში, რისთვისაც მოდელი ჯერ მზად არ არის. ანუ gradient-ი არ მინდა რომ საჯრობა გახდეს რა და გაიჭედოს. ხო? ან პასუხი ეგაა. კი ბატონო. კი ბატონო, ხო სწორად ახსენი, აბსოლუტურად გეთანხმები. კაი. ჩვენი distribution-ი PZ-ი რას წარმოადგენს? ეგ არის თავდაპირველი მონაცემების განაწილება, მოკლედ რა. მონაცემები როგორ ნაწილდება? W lambda z არის რაღაცა წონების მატრიცა. ან წონები როგორც გინდათ რა. და lambda ჩათვალით არის training step-ი. გისმენ? აუი. ვიღაც შემოდის რა გისმენთ კაცო. ოკეი. ბოდიში ერთი კითხვა მაქვს, ანუ სტეპში ანუ ერთი ბაჩის გადამუშავების დროი გულისხმება? არა, აქ არის სხვანაირად რა, შეიძლება ეს ეპოქა იყოს, შეიძლება არ ვიცი რა, 1000 რა შეიძლება იყოს რა. არის ოკეი, ანუ პროსტა ინტერვალი, ოკეი. სტეპი არის, აი აქ როგორ აიცი, აი ერთი სტეპი არის რაღაც მარტივი ეგზემპლების მთლიანად წაკითხვა, ასე ვთქვათ რა. მეორე სტეპი იქნება შედარებით ოდნავ რთული სტეპების წაკითხვა. მაგის შემდეგი იქნება კიდევ უფრო რთული. და როცა ანუ ლამბდა არის 0-დან 1-მდე რა, ეგრე შეხედე. და როცა ლამბდა უტოლდება 1-ს, მაშინ ეს Q-ს განაწილება, Q lambda z-ი, იქნება იგივე PZ-ი. ხტები? მიხდი რატო? თუ არა, ვერა. კი დაახლოებით მივხვდი. დაახლოებით რატო? გაიმეორე კიდე ერთხელ მაინც რომ ანუ ეს ხო. ვინაა მოკლედ ეს ლამბდა და რას წარმოადგენს? კაი, მოდი თავიდან დავიდე. Z-ი არის ერთი trading example რა, ანუ X-ი, Y-ი, ან რაღაცა სხვა, ანუ PZ-ი არის ჩემი target distribution-ი რა, ან რაც გვინდა რომ ვასწავლოთ მოდელს. ეს ლამბდა არის კურიკულუმის სტეპი. ანუ კურიკულუმის სტეპს გულისხმობ, რომ თავიდან ლამბდა თუ არის პატარა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მარტივ ეგზემპლებს ვასწავლი. დიდი ლამბდა არის უკვე რომ თლიან დატას ვასწავლი. ანუ რაც მინდა რომ ვასწავლო, დიდი ლამბდა გულისხმობს 1-ს რა. ესე იგი ეს არის უკვე PZ-ი რა.
ერთის რო ხდება ლამბდა. ეს weight lambda z არის წონები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ რაც example z lambda step-ზე. ანუ წარმოიდგინე ეგეთი რაღაცა რა. weight lambda z-ზე მრავლდება pz და ვიღებთ რაღაცა განაწილებას, ახალ განაწილებას რა. და lambda თუ არის რაღაცა პატარა რა, ეს weight lambda z იმ pz-დან ამოარჩევს მხოლოდ ისეთ example-ებს, რომლებიც არის ძალიან მარტივი. როცა შემდეგი სტეპი იქნება, უფრო რთული. და ასე ნელა შლის რა წარმოიდგინე ენტროპიასავითაა რა. მაინც ვერ გაიგე? კი გასაგებია. არ თუ ვერ გაიგე მითხარი, იმიტომ რომ შევეცდები რომ რაც მაგალითით აგიხსნა. გაიგე ანუ? აი ბატონო, თუ აღარ მცემ პასუხს. კაი. თავიდან ნუ მარტივი ეგზემპლებით ვიწყებ და პატარა ენტროპია მაქვს, ანუ განაწილება ძალიან შემჭიდროვებულია, ასე ვთქვათ და პატარა საბსეტი გვაქვს აღებული. ნელ-ნელა ვამატებთ ამ მეებს, რა ქვია, სტეპებს და უფრო რთულ რაღაცებს ვასწავლით რა. ჩვენი მიზანი ისაა, რომ განაწილების ენტროპია, ანუ H-ი ენტროპია რა, Q lambda-სი უნდა იზრდებოდეს lambda-სთან ერთად. ჩვენ კურიკულუმს ვერ დავარქმევთ ისეთ რაღაცას, თუ არ სრულდება რაც ენტროპია Q რაღაც 0.2-ის ნაკლები ან ტოლია ენტროპია Q lambda ენტროპია Q 0.3-ის სიტყვაზე რა. ანუ gradually უნდა იზრდებოდეს რა ეგ ენტროპია, განაწილება უნდა იშლებოდეს და იშლებოდეს ნელა რა ხვდებით? კაი, ნუ რას ნიშნავს მაშინ ეს ენტროპია რა? უფრო თქვენ ენაზე ამიხსენით, აბა როგორ გესმით? რომელთაც ეგ კითხვა მიწერია. არავის არ გინდათ პასუხის გაცემა? ანუ როგორი არადარწმუნებულია მოდელი prediction-ში. მაგას რატო ნიშნავს ამ შემთხვევაში? აქ ხო მოდელი საერთოდ არა. ამ შემთხვევაში ზოგადადაც ენტროპია აი მათემატიკურად შეეცადე აბა რო ამიხსნა რა. აი ის გახსოვს იმაზე რო ვლაპარაკობდით. იმაში ოლიმპიადაზე რო იყო. კიდე ვიხსენებ იმ მომენტს 0.07-იო რო თქვა. ვიღაცა ტემპერატურაზე და ოპტიმალურ ენტროპიას აღწევსო. ანუ ენტროპია რა არის იდეაში? ან ამ შემთხვევაში როგორ გესმის? ანუ რაღაც განაწილებული რო არ არის თანაბრად და ერთ რაღაცაზე რო არის დარწმუნებული. არ ვიცი როგორ ავხსნა. არა უშავს, ხო? ანუ აი მე მაგალითად ესე მესმის, რომ დაბალი ენტროპია არის აი წარმოიდგინე გაუსის განაწილება რა. ხო წარმოიდგინე -1-დან 1-მდე. და აი რაც შემჭიდროვებული რო გავხადოთ ეხლა რა. და მქონდეს ეხლა 0.1-დან -0.1-მდე რა. და იქნებოდა ჩემი აზრით დაბალი ენტროპია. მაღალი ენტროპია იქნებოდა -5-დან 5-მდე რო იყოს. ხდები რას ვიძახი? კი. ანუ იდეაში ხო ეხლა აი რო შეხედო ამას რა, ამათ იდეას. ხო ლოგიკურია რა, ანუ დაბალი ენტროპია თუ არა, ესე იგი პატარა საბსეტი მაქვს, ხო ამოღებული. რაც რო ენტროპიას ვსვრდი, მით უფრო იშლება და იშლება, ხო ეს Q lambda-ზე.
და ბოლოს პეზეტი მინდა რომ გახდეს და ანუ ესე იგი ერთი სტოლი უნდა გახდეს ის W weight ლამბდაზე ტირა და ბოლოს მინდა რომ აი ის თავდაპირველ ენტროპიამდე მივიდე, ხო? კაი, ეგ გასაგებია ყველასთვის? ან მელაპარაკეთ რა, ანუ არა ვერ მიჩვეული ესე რომ უბრალოდ ხმას არავინ არ იღებს რა. იქ გასაგებია უბრალოდ გამაგდო ერთი წუთის წინა, მან რაც თქვი მაგ იმაში ვერ გავია, მაგრამ მანამდე კი გავია თვითონ ყური. ხო, ну იგივე ვთქვი უბრალოდ რა, ну შემჭიდროვებული როცა არის მონაცემები, აი გაუსის განაწილებაზე მოვიყვანე მაგალითი რა, ну -1-დან 1-მდე რომ აქვს რაღაც განაწილება გაუსის რა. ეგ მაგ რაღაც რა ვიცი, საწყისი განაწილება სიტყვაზე რა, ეს პეზეტი. Q ლამბდაზეტი მექნება რაღაც განაწილება მაქინა ამოღებული -1-დან 1-მდე, ისევ გაუსის რა. -0.1-დან -0.1-მდე რა. შემჭიდროვებული ხო იქნება ეგ განაწილება? უფრო იმასკენ დავა კომპრესია ასე ვთქვათ რა. და ეგ არის უფრო დაბალი ენტროპია. ეგრე უყურებ ხოლმე მე რა, ანუ რომ უფრო ასე ვთქვათ გასაგები იყოს ჩემთვის. ხდები? აი იდეალურად რა თქმა უნდა, იდეალური ახსნილი ეს არაა რა, უბრალოდ წარმოდგენა რომ შეგექნათ ვინაა და რა არის ენტროპია. და რაც უფრო ზრდი ამ W ლამბდაზეც მინდა რომ ეს EZ-ამდე მივიდეს ჩემი Q ლამბდაზეტი. ნელ-ნელა. და ნელ-ნელა ვზდი ამ ენტროპიასაც ესე იგი ხო Q ლამბდაზეტის. თავიდან თუ პატარა იყო, ეხლა ნელ-ნელა იზრდება და მინდა რომ ბოლოს PZ-ი გავხადო და მაგაზე ვასწავლო. გასაგებია? კი. Okay. აი, ანუ ეს თქვენთაც დაარისერჩეთ რა. ანუ ჯობია ეგრე იყოს, რომ თქვენთანაც ნახოთ რა არის ენტროპია და ვინ არის და იქნებ უფრო უკეთ გაიგოთ ეგრე. და რომ რავი, საჭირო რამეა რა. ამ ესე უბრალოდ ჩემთვის გამარტივებულ ენაზე გაგიხსენით რა. თორე რეალურად შენ რაც თქვი ანტონ თავიდან. ეგ მოდელი მანდ რო არ გეხსენებინა. კარგი იქნებოდა. იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის ენტროპია, ოღონდ მოდელი დაივიწყე, ანუ დარწმუნებულობა კი არა, ანუ რამდენად pure არის data მაგას ზომავს ენტროპია რა, რამდენად ისა რა ქვია, impurity როგორ არის? სიბინძურე ალბათ? რამდენად დავინძურებულია და რამდენად unpredictable არის ეს მონაცემები რა. და მოდელი რო არ გიხსენებინა, მაგიტო სწორი იქნებოდა რას თქვი რა, ხვდები? კი. Okay. კაი. გადავედით შემდეგ თემაზე. ჩვენ მიზანი არის რომ რაღაცა C0-დან რთულ C1-მდე მივიდეთ რა. ან თავიდან დავასმუზოთ, ასე ვთქვათ, ანუ დესმუზინგი გავუკეთოთ რა. თავიდან სმუზი მივიღოთ ეს C0-ზე და მე დესმუზინგს ვუკეთებთ ისევ რა. და უფრო და უფრო რთულ რაღაცებს ვასწავლით. სპეციალურად გითხრა ეს ჯობია მე მგონი paper-იდან ნახოთ რა, აქ რაც წერია. ეს დიდად საინტერესო არაფერი არა, შეგიძლიათ დაიგიდოთ. თავარი ისაა, რომ ანუ continuation-ი გაიაზროთ რა, თავიდან რაც შეიძლება ერთი ეპოქა გავწრთნა მარტივებზე, შემდეგი ეპოქა ოდნავ რთულებზე და ეგრე ვართულო რა. და მე საბოლოოდ რაც მოდელი მთლიან დატაზე გადავატრენინგო რა. ამ ბოლო ეპოქები მთლიან დატაზე იყოს. Okay. ეს დავიდეთ და თვითონ მას განახებთ. ექსპერიმენტს რაც ჩაატარეს. სად მივედი.
კაი, აიღეს თავიდან რაღაცა 200 მონაცემი რა. და მაგ 200 მონაცემზე, ესე იგი ჩვენი X-ი ტრეინინგ ფერები გვაქვს X და Y-ი, სადაც ესე იგი X-ი მაქვს X რელევანტი და X irrelevant-ი, ანუ რაღაცა noise-ი შევაგდეთ რა. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი ტარგეტი იქნება X relevant-ზე გამრავლებული ეს weight-ის ტრანსპოზი რა, ტრანსპონირებული მატრიცა. და პერსეპტრონი რაც ორი კლასის კლასიფიკაცია არის და -1 და 1 იყოს რაც ლეიბლების სიტყვაზე რა. და როგორ არჩევენ ახლა მარტივ მონაცემებს. ეს ხო აქვს ტარგეტი. მარტივ მონაცემებს არჩევენ როგორ ახლა ნახე. საწერიათ. ხო. სამით მე ამას უყურებდი უფრო ხო, ანუ ერთი გზა არის ისე რომ noise input-ების მიხედვით გააკეთონ, ან სადაც irrelevant input-ი გვაქვს. რანდომულად რო 0 გავსეტოთ, ეგენი რო ავიღოთ იზიებად რა. და მე რაც დარჩენილია, ეგენი ნელ-ნელა ვამატოთ და ვამატოთ რა მონაცემებში. მეორე ვარიანტი არის რომ ეს sign რა არის, იცით? აბა რას ნიშნავს sign? ხელმოწერა. გადი ლექციიდან. მართლა გადი. ანუ იმას არ გეუბნება ნიშანს, ანუ. ხო, просто ნიშანს მეუბნება. კი, 1 და -1 მაგითო ვთქვი. და იდეაში ნახე რა სიძახიან, ანუ Y ჯერ ეს ლამბდა რა შუაშია, weight X-ი თუ იქნება რაღაცა 1-თან ახლოს, ესე იგი მოდელი რა არის, ძალიან დარწმუნებულია, ხო? ხო, overconfident. ხო, და ესე იგი მარტივად შეგვიძლია ჩავთვალოთ რა. ანუ ორნაირად აირჩიეს ეს easiness merging, easiness-ი რა, ანუ მარტივ მონაცემები ორნაირად აირჩიეს რა. ერთი არის რომ უბრალოდ noise input-ებით გაფილტრეს და მეორე არის რომ margin-ით გაფილტრეს. რაც რო ახლოს არის ერთთან, ეგ შედარებით მარტივად ჩათვალეს. noise input-ებით რა ქნეს ზუსტად ვერ მივხვდი. ბიჭო ზოგს გაუსეტეს, ან ზოგს პროსტა 0-დან 1-მდე რაც uniform რაღაც ჩაუწერეს და ზოგს პროსტა 0 გაუსეტეს რა. და 0 რომელსაც გაუსეტეს, ეგ ჩათვალეს რომ ისა რა ქვია, მარტივია რა და ლოკურიცა ხო რომ მარტივია. ანუ არ არის ეგეთი კომპლექსური paper-ი მართლა რა. ანუ ძალიან მარტივ ექსპერიმენტებს ატარებენ საბოლოო ჯამში. აი. საბოლოოდ აგერ არის error rate დათვლილი რა. input dimension-თან ერთად, ნუ იზრდება რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ არც კურიკულუმი აგერ ყოველთვის უკეთეს იმას აღწევს რა. შედეგს. ნო კურიკულუმი, ანუ როცა რენდომზე არის გასეტილი, აი გადაშაფლული არის. ყველაზე მაღალ ერორზე ადის, ანტიკურიკულუმი არის ალბათ პირიქით. ანუ კურიკულუმი რასაც ვეუბნ პირიქით. და კურიკულუმი რავი, ახლა რაც ახსენი რა, უბრალოდ მარტივიდან რთულისკენ მიდის და error rate-ი ყოველთვის ყველაზე დაბალი აქვს. ხო რავი, ეს გრაფიკი ხო გასაგებია რა. დიახ, არ ამგონია რაც გასაკუთრებულად რთული იყოს. კი. აი მეორე ექსპერიმენტი ჩაატარეს ასევე საკმაოდ მარტივი. ანუ გეომეტრიული შეიფები უბრალოდ 3 კლასად დაყვეს რა. rectangle, ანუ მართკუთხედი, ellipse და სამკუთხედი. Input-ი არის 32 grayscale image-ი, როგორც აქ არის.
და ნუ ორნაირი ის არის რა იდეაში რა ორნაირი მონაცემები ქონდათ რა. ერთი იყო geom shapes და basic. მეორე იყო basic shapes რა. Basic shapes იყო შედარებით მარტივი, ანუ რასაც პირდაპირ ეხის. მარტივი მონაცემები, geom shapes არის შედარებით რთული მონაცემები. Some hidden layer იქონა stochastic gradient-ის სეტით გაწვრთნეს. თითოეული training set-ი შეადგენდა 10000 მონაცემს. 10000 მონაცემი, ანუ მარტივებშიც და რთულებშიც რა. და ევალუაცია რა თქმა უნდა ხდებოდა რთულ მონაცემებზე. ეგეც ხო რა ყველაფერი გასაგებია მე მგონი რა. ხო, აქ box plot-ები აქვთ დახატული. box plot-ების კითხვა ბევრმა არ იცის მე მგონი, ხო? box plot-ების კითხვა რამდენმა იცის და მე ვიცი. აი ამიხსენი აბა აქ აი შუა ტიპი ვინაა? აი შუაში რო ხაზია ხოლმე. მინ არ არის? მედიანა. ხო. რა ხო? ეგულიხმენ. მედიანი ვიგულისხმენ ხო შემთხვევით. შუაში არის მედიანა. ნამდვილად მედიანი. კაი, აი ბოქსის ეჯები ვინ არიან? მინი მაქსი რა. არა, მინი მაქსის თუ ბოლოში არის აი. აი IQ არის თუ რაღაც IQS-ი თუ რაღაც არის. ნამდვილად IQ არის. 25 და 75%. ეგ არის, ეგ არის 25 და 75% რა ქვია, კვანტილი ხო, კვანტილები. 25 და 75. IQ-ს ქვია მგონი თორცები. IQ-ს პერცენტილი. ხო, და ქვემოთ და ზემოთა? აი ეს ტიპები რა. ხო, ეგენი 5 და 95%. ნამდვილად. ესე იგი, აქ რა არის, იცი? 20 random seed-ზე გატესტეს. და მაგიტო არის ესე რა, ხვდებით? ან თორე ერთზე რო ყოფილიყო ხო პროსე წერტილი იქნებოდა. ხო. და ნუ 20 random seed-ზე რო გატესტეს, მაგიტო ანუ ესეთ შედეგები მიიღეს რა. ქვემოთ switch epoch-ია რა. ანუ switch epoch-ი ვინა? მარტივ sample-ებს უშვებენ რაღაც რამდენიმე ეპოქა და მე უშვებენ იმაზე რა ქვია რთულ sample-ებზე რა 256-მდე. ხო გასაგებია ეგ. ანუ 0-ზე მაგალითად switch epoch-ი რო გააკეთო, ესე იგი მარტივ sample-ებს საერთოდ არ ისწავლის და მარტო რთულებს ისწავლის. 2-ზე რო გააკეთო მარტო ანუ 2 ეპოქას ისწავლის რთულ მარტივებს და მე გადავა პირდაპირ რთულებზე. და ასე შემდეგ რა. 128-მდე ეგრე. აი, თქვენ Y-axis-ზე რა არის? Y-axis-ზე რა არის? error rate. Okay. error rate-ი რთული მონაცემების ტესტ სეტზე. აი, თქვენი არჩევანი რო იყოს აი, სად გააჩერებდით ტრენინგს? ან აი, რა დასკვნას გამოიტანდით ამ box plot-ზე რა? რავი, სუბოლში გავაჩერები. ანუ ძალიან ის obvious sense ვერ არის, იმიტომ რომ ანუ ყველაზე დაბალი მაგროს არის მედიანა error rate-ის, მაგრამ ანუ ეგ არის, იმიტომ რომ ანუ რამდენ სიძეც გატესტეს, ყველაზე დაბალი marginal-ის მაგას აქვს და ალბათ სუბოლ 128-ზე გავაჩერები. ბიჭო, მე რაღაც მხრივ გეთახმები რა. რაღაც მხრივ. ანტონ, შენ რა ამბობ? Training loss-ი არის თუ ვალიდაციის? არა, ეს ტესტზე ის არის, კაცო. ხო, ტესტზე error rate-ი არის. ტესტის? ხო. ხო, ნუ ცხადია, რომ სუბოლში უნდა გააჩერო, მაგრამ ხო, ინტუიცია მაგას მეუნა. აი, სხვა აზრი? ილაპარაკეთ რა, იმშელეთ. მე შემილია ეხა ეგეთ კონტრარგუმენტი გითხრა, რომ მიდიან და აი აბა იქნებ შენ თქვა იგივე რას 64 და 128 შორის ლოსის მხრივ ძალიან პატარა განსხვავებაა, მაგრამ ეპოქების მხრივ დიდი და 64-ზე ჯობი უფრო სწრაფი იქნება. აი მე მაგას არ ვიზახდი და არც გეთანხმები, იმიტომ რომ box plot-ი მეუბნება რომ აქ უფრო დიდი ვარიაციაა.
აქ საკმაოდ პატარა ვარიაცია. მაგრამ ბოქსპოტი რო პატარავდება, ან თვითონ ეხლა მაწყობს რა, კარგია. ესე იგი მანდ ვარდება, მაგერო რეიჩ ვარდება უმეტესობა, ხო? ხო. კი. ბოლოში 128-ზე კი ბატონო რა, მაგრამ ნახე 16-ის მერე რატო იზრდება მაშინ. ეს ბოქსების ზომა რა. ვარიაცია კიდე რატო იზრდება, როცა წესი უკვე რა უკეთესობისკენ უნდა იყოს წასული რა მოდელი რა. კი მედიანა ნაკლებ იმას აჩვენებს, რა ქვია, errors, მაგრამ უფრო დიდი ვარიაცია მაქვს, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ანუ easy-ზე რო ატრენინგებდი, ბევრად უფრო ისეთი basic feature-ები ისწავლა ამ 32 ეპოქის განმავლობაში, რომ უფრო diverse feature representation. რა აქ რატო დაპატარავდა მაშინ? იმიტომ რომ ნუ 16-მდე შედარებით ნაკლები ისწავლა. ანუ 32-მდე უფრო გაიზარდა ეგ easy feature რაღაც რეპრეზენტაციები. და ანუ გეთახმები ყველაფერში, გეთახმები, მე 128-ზე გავაჩერებთ. მე არ მომწონს ეს ბოქსპოტი და გეტყვით რატო. ეს მე არაფერს არ მეუბნება და რატო ნახეთ. ამის მერე რა ხდება კაცმა არ იცის. და 128-ზე უბრალოდ მინიმალური მანახეს და მერე overfitch-ი გადის, არ გადის, რა ემართება, საერთოდ არ ვიცი. ანუ 128-ზე კი შეიძლება გავაჩერო და სწორიც ვიქნები რომ გავაჩერო ახლა ამ ბოქსპოტის მიხედვით. მაგრამ იქნებ მერე უკეთესობისკენ მიდის. ან ვაფშე რა ვიცი, ანუ overfitch-ი მიდის მერე, რატო ვაჩერებ აქ? იქნებ 16-ზე უნდა გავაჩერო. იმიტომ რომ უფრო სტაბილურია აგერ. მერე რაც ის იცვლება, რა ქვია, ვარიაცია მაგრა იზრდება. რატო იზრდება ვარიაცია? წეს უკვე ანუ აქ ტენდენცია იყო რომ პატარავდება ყველა ჯერზე. და უცებ გაიზარდა ისე. overfitch-ი ხო არ წავიდა? აი პირველი ეგ აზრი მიტრიალებს თავში რა. მაგრამ მე ისევ ტენდენცია იცვლება, ისევ პატარავდება. ის რა ქვია, კვადრატები კი არ და მართკუთხედები. რაც ხო ისე, ანუ ეგ რო ექნათ უკეთესი იქნებოდა, რომ ეპოქაზეც გაეტესტათ და მაგის ექსპერიმენტიც ენახებინათ. იმიტომ რომ აქიდან 256-ზე იქნებ რა ხდება, ვინც სამ. ხო, მე რა ვიცი ხა, აქ არ მომწონს დიდად ეს რა. ეს სიტუაცია არ მომწონს, იმიტომ რომ ტენდენცია უცებ 16 ეპოქის მერე იცვლება. რატო იცვლება? ოკეი. ხო, მაგის ჩვენება მინდოდა რა უბრალოდ რა. switch epoch-ი, ნუ რაც ვილაპარაკე მოგლეთ ყველაფერი აქ წერია რა. ხო, ნუ ასევე იძახია რომ basic shape-ებზე რო გავცენთ, მარტო უარის შედეგი დადო. რაც ლოგიკურია რა, მეორე და dataset-ზე იმაშვებიან, ტესტავენ და ამაზე იმაშვებიან, რა ქვია, ყოფნიან. ანუ ვაფშე სხვა მონაცემებზე ტესტავენ და ვაფშე სხვა მონაცემებზე წვდიან. ანუ კავშირში კი არიან, მაგრამ რა ვიცი, ძალიან განსხვავება არის რა, ძალიან დიდი განსხვავება არის. ამიტომ არ ვიცი რა. აი დიდად განსაკუთრებული ფეიფერი არაა დღესდღეობით რა, მაგიტო ვიძახი, იმიტომ რომ ეს არის 2009 წლის ასევე მეორე. ოკეი. აუ, რა კითხვების მიწერია ყველაფერი ახსენდა. ეს მეგონა წავშალე. ხო. ესეც მეგონა რომ წავშალე. მე და რა მეწერა აქ. Okay, never mind. მაინც აქ დავაგრძელებდი გაგრძელებას. Okay, შემდეგი ამოცანა ქონდათ ესეთი რაღაც რა. Next word prediction. აი, ვინა ეს next word prediction და რა თქვინდა საერთოდ? ესე იგი რაც Wikipedia-ის dataset-ი რომ აქვს და ტექსტი რომ აქვს ესეთი რა. შემდეგი სიტყვა არ ვიცი რა არის რა. და ამათი იდეა იყო რომ როგორ შეიძლება ეს ამ ამოცანას მოვარგოთ რა. ანუ ეს მეთოდი ამ ამოცანას მოვარგოთ. კაი, ვიმშელოთ, აბა. რა გააკეთეს თქვენი აზრით? რა ნუ დიდი ალბათობით ნუ ეხა easy examples, hard examples-ზე არის თვითონ ეს curriculum learning-ი და
ალბათ next word prediction-ზეც ეგეთი რაღაც ქნეს, რომ რაღაც ჯერ მარტივი გრამატიკის ისინი და მაგით შეავსეს მონაცემები და მე ცოტა რთული გრამატიკული რაღაც საფუძვლები ინგლისურის რა. ან რაღაცა ჯერ მარტივი ვიკიპედიის page და მე წიგნი. ანუ ეგრე უფრო ვალიდური იქნებოდა ტრენინგი, თუ თვითონ curriculum learning-ს გაუთვალისწინებთ. გიგი ანტონ, ალექს, საბა, თქვენი აზრით? ანუ ისეთი არის რა, ანუ ცალსახად ჩანს თითქოს მარტივად და თუმასი არის გეგენა ამ რას თქვა ეგ და ანუ როგორც ბავშვს სწავლი რა ჯერ მარტივით იწყებს და მე ართულებს და მასე უბრალოდ ძალიან მარტივი და ბავშვური რავი აი ერთი დონის ტექსტები მისცეს და მე ნელ-ნელა დონეებით გაზარდნის ლექსიკა. ხო, მაგრამ აქ შემთხვევაში ხო დონეზე არა, ანუ შენ სიტყვაზე მაშინ წინადადების წყობაზე და რა ვიცი, აი ერთზმნიანი და მე უკვე ჩახარხული. ყურადღებას ნახე, ანუ შემდეგი სიტყვის prediction, მაგრამ გრამატიკა დიდად შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი რა. მაშინ ალბათ აი ბოდიში თუ რამე შემოდი. აა მიდი. მაშინ ალბათ აი სარკაზმს ეგრევე არ ასწავლიდნენ თავიდანვე და უფრო აი რაც უფრო გამოსაცნობია იმას არა, აქ სარკაზმი ვერ იქნა აქ ვიკიპედიის page-ებზე არის საუბარი, სარკაზმი არ მგონია ვიკიპედიის page-ებზე იყოს. Anyway. სპეციალური? ანტონ. ისე პატარა წინადადებები რო იყოს, იმიტომ რომ შემდეგი სიტყვის predictions ხო, წინა სიტყვების მიხედვით აკეთებ და რაც უფრო ბევრი სიტყვა არის წინ, უფრო რთული არ იქნება? კი, ეგეც არის ერთ-ერთი არგუმენტი. და მომენტ რასაც აკეთებენ აბოდიშ დაამთავრე მე რევდო. ანუ ხო, ყველამ რას თქვით, ყველაფერი იდეაში ძალიან მსგავსი იყო ერთმანეთის. და დაახლოებით იგივეს აკეთებენ კი. რას ამბობდი გეგე? ანუ ვიკიპედიის page-ებზე რო შვებოდნენ next word prediction-ს, ანუ სტატისტიკური მეთოდი შვებოდნენ თუ large language model-ის? ანუ არა, რა large language model-ი? ხო, ანუ სტატისტიკური თქვა 2009-ში სად იყო? დიდი ალბათ ანუ 2009-ში არ იყო large language model-ი ხო, მაგრამ ანუ რაღაცა ანუ სტატისტიკური მეთოდი თუ შვებოდნენ, მაშინ დიდი ალბათობით სიხშირეც შეიძლება იყოს, რომ ანუ ჯერ მისცემენ ისეთ მონაცემებს, რომ ეგ არის, კი, ეგ არის, ნამდვილად ეგ არის, კი. ბოლოს გაარტყა ვიღაცამ რა. თუ დაგუგლა, ანტონ რას ფიქრობ? არ დაგუგლა. არა. სიხშირე უყვარს სიტყვა და არა. ხოჭა მართლა სწორია, კი. სიხშირით. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, იმიტომ რომ ენის მოდელი არ გვაქვს მე რაღაცა იმას ვთქვი და გლოს ვთქვი და ალბათ ან იმას რა ქვია word2x და ეგ იქნებოდა რა. აი არანენი არ იყო? არანენი იყო, კი, მაგრამ რა ვიცი, მე მგონი დიდად არ უყვართ აქ ენის კი არ და ღრმა მოდელები. არა, კი, ენის მოდელიც ვქნიან, ნახე. Просто ორი მიანი, არა არენენი. Просто ლინეარი, ტანეიჩ და ლინეარი. Okay, whatever. ხო, თავიდან რას აკეთებენ, ესე იგი ნახე. აიღებენ თავიდან დატას 5000 ყველაზე ხშირ მონაცემს იღებენ. ხნიან მაგაზე. მე ნახე 5000 ყველაზე ხშირ მონაცემს რო აიღებენ. რას აკეთებენ, იცი? დაახლოებით შეიძლება 5000, მაგრამ 10000 ყოფილიყო, ან რამე ეგეთი რა. Okay, იდეა რა არის? 5000 ყველაზე ხშირ მონაცემს აიღებენ, მაგაში თუ ვარდება მონაცემები, ანუ მაგ 5000-ში ეგ წინადადებები რა, მაგათ ტოვებენ და თვლიან რომ ეგ არის easy. შემდეგი ეტაპი არის სიტყვაზე 10000 გაზარდეს. ხვდები? შემდეგი 10000. და მე შემდეგი 15000 ну, შემდეგი კი არა, ну, პირველი 5000, პირველი 10000, პირველი 15000 მე მაგაში რაც ვარდება და ნელა ზრდიან ესე რა მონაცემებს რა. იყენებენ ranking loss და საბოლოოდ რავი, აი ამ იმას არქიტექტურას რა, ლინეარი, ტანეიჩი ლინეარი. ტანეიჩი non-linearitისთვის ну, n ლინეარი, რა ვიცი, ვიცით ყველა მრავალი და ბოლოს ну, output-ი რო დაგვიბრუნოს n ლინეარი ისა. ხო. ეგ არის და ეგ. ნახეთ, ანუ ეს არის ლამაზი გრაფიკი რა. ნო კურიკულუმზე
უფრო ნელა ეშვება და კონვერგენციას უფრო ნელა შვება. კურიკულუმზე არის უფრო რაც დიდი ნახტომები რა, რაც უფრო რთულდება. იმიტომ რომ აქამდე რაც მარტივი ნასწავლი აქვს, მე რთულია ითვისა, კიდე უფრო რთულია ითვისა და ანუ აი ლამაზად მიდის ასე ვთქვათ გრაფიკი რა. საბოლოო უფრო ქვემოთაც ჩადიან. აი აქაც იგივე 5 most-frequent words-ი. მერე 10. და ასე შემდეგ. ეგ არის და ეგ მეგობრებო დღევანდელი ჩვენი paper-ი. ანუ ranking loss როგორ იყენებენ? სიმართლე რომ გითხრათ და არ გამირჩევია. მოდი გავარჩიოთ. კაი. რა არის აქ? ერთ შეფარდებული D-თან D არის რა vocabulary. ეს არის ჩემი ალბათ ის ტექსტის window რომელზეც ვდგავარ. და SW არის ამოშლილი, აი ბოლო სიტყვა ამოშლილი სხვა სიტყვით რა სიტყვაზე რა. შეჩანაცვლებული. FS იქნება ალბათ მოდელის score true sequence-ზე და FSW იქნება corrupted sequence-ზე. და რა არის აქ? ეს მაქსიმალური აქიდან 0-სა და იმას შორის. და ერთი შეფარდებული D-თან. და ნუ W ეკუთვნის ეს. ხო რა გასაგებია ხო? თუ არა. დიდ არა რთული ეს. გაიგე ხო? თუ რამე გავგებარი, იმიტომ რომ მე მგონი რა გასაგებია რა. თუ არა გასაგები გავარჩიოთ უფრო დეტალურად. მაგალითი ამოვიღოთ რა რამე. მოვიყვანოთ. კაი, 5000 სიტყვა რომ აქ თავიდან. ესე იგი ეს ორივე ის რა ქვია ორივე წინადადება, ანუ ორივე window. ნუ ორივე რა უბრალოდ რა, რამდენი windows მექნება. ის შევა იმაში რა ქვია. ანუ FS-ი შევა ჩვენს მოდელში, შევა მეორე ეს, დამბრუნდება score-ი და 0-სა და ამას შორის მაქსიმალურს ავიღებ. ერთ შევაფარდებ მაგასთან და ყველა სიტყვას გადავული მე ეგრე რა. ანუ აი თავიდან ეს მექნება რა window. მერე იმას ვიზავ რა ქვია. მერე ამას გადავული და ასე შემდეგ რა. ამის შემდეგსაც რა, ანუ ამას და პლუს 1-ს რა. ანუ 5000 იტერაციას გაივლის და რავი ლოსი დამბრუნდება საბოლოოდ რა. ეს ერთი D-თან შეგვიძლია გავაგდოთ ვაფშე მინდა რა ქვია. შეგებს გარეთ. და პროსა მაქსიმალური უნდა ვთვალო იმას შორის. ხო, რავი, გავაგზავნე თუ გინდა მაგის მაგალის მოყვანა, მაგრამ გაიგე? კი. თუ გავაგზავნე. გავიგე. ყველგან გაიგეთ? კი. ოკეი, რა. ანუ იდეაში ამის მიზანი ისაა, რომ თითოეულ სწორწინადებაში მინდა რომ ბოლო სიტყვა თუ ამოცვლილია, ბოლო სიტყვა თუ ამოშლილია და სხვა არის ჩასმული რა. ჩემი მიზანი არის რომ ან შეცვლილ წინადებასა და ground truth წინადებას შორის, რაც განსხვავება score-ს შორის იყოს 1 მინიმუმ. მაგიტო არის მაქსიმალური აქ აღებული 0-სა და ამას შორის. ოკეი.
კაი. კითხვები? ანუ ისე თვითონ ამასთან დაკავშირებით არა, ანუ ზოგადად მაინტერესებს რამდენად სწორი იდეა, ანუ დიდენობრივ მოდელში რო იხმარო ესეთი რაღაცა, ოღონდ აი მცირე რესურსოვან ენებზე თუნდაც, ანუ ბევრად უკეთესი ვარიანტი არ იქნება ვიდრე ჩვეულებრივი ტრენინგი, იმიტომ რომ ანუ ესეთ მეთოდს თუ იხმარ, აი მაგალითად ქართულ ენაზეც რო განიხილო, მაგალითი აი ძალიან უჭირს რა, აი არაფრიკვენტ არას ხშირი სიტყვების გამოყენება რა. და ანუ რეალურად დიდენობრივ მოდელზე ნუ თუ time და space efficient იქნება, რავი, არ არის კაი ვარიანტი. ეგ მეინტერესებდა ეხა მეც რომ ანუ მე ცოტა გვიან შემოვედი მარტო სტატისტიკურზე არის ესე კარგად თუ დიდენობრივ მოდელებზეც კარგად იმუშავებს. არ ვიცი სიმართლე რომ ვიტყვი. შეიძლება იმუშაოს და ჩემი აზრითაც იმუშავებს რა. ეს უფრო მგონია რომ აი თქვენი აზრით რისი შესავალია ასე ვთქვათ რა აი სად შეიძლება გამოადგეს ეს ძალიან ენის მოდელებს რა. ყოველდღიურად იყენებთ ისე მაგ ფუნქციას. search. არა. არა. ენის მოდელზე. დიდი ენის მოდელის რაღაც ფუნქციას იყენებთ ყოველდღე. სადაც დიდი შანსია რომ აი ამას იყენებდნენ ესეთ მეთოდებს. Summarize რო უკეთებ. არა. A/B ტესტინგი? არა ბიჭო, ის რა ქვია. Reinforcement learning. მაგას როდის ვიყენებთ large language model-ში? ყოველდღე thinking-ო რო გიწერს. ნუ ხო, thinking-ი ახლა reinforcement learning-ია, მაგრამ ანუ თვითონ thinking mode-ში შეიძლება ამის გამოყენება? თორე reinforcement learning-ში კი? thinking mode-ში არ ვიცი მართლა, ანუ წესთ არ იყენებენ მაგას. просто ანუ RL-ში რო იყენებენ მაგის თქვა მინდოდა რა. ანუ იმენა RL-ის paper-ია ასე ვთქვათ რა. RL-ის შესავალია. Okay. რა სხვა? აი გავთიშა მაშინ რეკორდინგს ხო? კითხვა თუ არ გაქვთ? გაქვთ კითხვა? ანუ აი მაგალითი მინდა და ამას როგორ გამოვიყენებდით? აი მაგალითად CNN-ს ვატრენინგებთ ძაღლის და კატის კლასიფიკაციაზე. ანუ თავიდან როგორ ავიღებთ, მივხვდებით რომელია მარტივი ფოტოები და რომელი რთული. მოდელს ძალიანად დავატრენინგებთ და დავიღებთ ენტროპის თუ მე თავიდან დავატრენინგებთ თუ ვიფიქროთ, იმიტომ რომ ესე პირდაპირ არ მაქვს მაგას პასუხი, ახლა Google ხო არ ვარ მართლა. ხო, პირდაპირ მოდელის დატრენინგება არა, მაინც სწორი. ამათ ეწერათ ექსპერიმენტებში, რომ artificially generated data ვიხმარეთ, რა მაგ easy და hard example-ების შერჩევისთვის და ალბათ ეგეთი ვარიანტი იქნება რაღაცა, რომ ან artificially generated მონაცემები უნდა იყო, მაგრამ სურათებზე ცუდი ვარიანტი იქნება და მაგიტო რაღაცა ხელით დაალეიბლო მარტივი რომ ხელი ძალიან წამებაა და მაგიტო აი განიან რაღაც ეგეთი მოდელის ხმარება რეკონსტრუქცია. ანუ არ ვიცი, პატარა შეიძლება ეურისტიკებისავით რა. და ისე არ შეიძლება განიან რაღაც ეგეთი რომ იხმარო და შეგიძლია. ნახე რა შეგიძლია, განს გაანებეთ თავ, არ გვინდა განი რა. გვინდა რომ მარტივად გამოვძვრით, იმიტომ რომ განი თუ დავატრენინგე რა ვაფშე ეს მეთოდი რა. ხო, მაგრამ განს დიდი რომ უნდა ტრენინგი, ანუ თვითონ რა პატარა ძალიან ერთ-ერთი ყველაზე რთული არქიტექტურა არის. და კაც მარცის რა მოხდება მაგის ტრენინგისას. ისეთ ლოსებს დაგიწერს რომ გადასაგდები იქნება მოდელი. კაი, ეგრე შევხედოთ რა, ნუ ეურისტიკები შეიძლება იყოს მაგალითად რავი დიდი foreground object-ი რო იყოს უკან სიტყვაზე, მაღალი brightness-ი, კონტრასტი, რაც სახის დეტექციის ის კონდეს რა კიდე რა.
კატის და ძაღლის მოდელი თუ გვაქვს, რაც teacher მოდელი ან რაღაც მოდელი, რომელიც სახის დეტექციას ახდენს, თუ მოახდინა ბევრმა მაღალი confidence დავარჩიო, რომ ვიტყვი, რომ მარტივია, თუ არა და მოდი ესე ვქნათ. ძალიან პატარა CNN-ი გავწვნათ. მთლიან დატასეტზე, ოღონდ ცოტა ეპოქაზე რა. ინფერენსი გავაკეთოთ ყველა იმეჯზე, ნახოთ confidence-ი და მაღალი confidence-ი იყოს easy. დაბალი confidence-ი იყოს hard-ი. როგორც ესენი შვებიან. გაიგე? კი. და პატარა რატო დიდი გავწურთნათ ვარ? აუ, ეხლა შენ გაცნერ დიდი თუ გინდა, რა გენაღლება RTX-ი გიდგას. ანუ პატარას რო გავწურთნით იქნება სხვანაირად ისწავლა. დადებილდეს მოდელი. ბიჭო, რავი, ანუ პროცესი სწრაფი რო იყოს რა, ანუ შენ ხო მალე გინდა რომ რაც ის გააკეთო რა, დალეიბლება. თორე კი ბატონო, გავწვნა დიდი. ანუ და უკეთეს შედეგებსაც მივიღებთ. მაგრამ ცოტა ეპოქაზე უნდა გავწვნათ და ნუ კონფიდენსი უნდა გავზომოთ მერე და მერე ახლიდან გავწვნათ უფრო სხვანაირად რა. და ალბათ შედეგს გავაუმჯობესებთ, ხო? მიხდები? აი აუტოენკოდერი რო დავატრენინგოთ და მაღალი ლოსი რომელსაც აქვს ეგ რთულად ჩავთვალოთ მოსულა. იგივე იდეა მქონა უბრალოდ განზე და ანუ განის და აუტოენკოდერიც რთული დასატრენინგებელია. ბიჭო, არა, განი ბევრი რთული არის რა. აუტოენკოდერი კიდე დატრენინგ. განი არის ყველაზე არასტაბილური არტეფაქტი ML-ში. განზე აი 10 ეპოქაზე ვატრენინგებდი ადრე და ლოსი იყო 0 და მეთქი 0 რატო არის თქო ლოსი ანუ დარსალა ატრენინგებდა და 35 ქონდა ლოსი და გენერატორის ლოსი 35-ზე აუვარდა. ძალიან არასტაბილურია და რთულია რა. აუტოენკოდერზე შეიძლება მაგის გაკეთება და რა ვიცი, საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა ჩემი აზრით რა და კაია ეგრე რო უყურებთ. აუდიოში როგორ შეიძლება ნეტა? პატარა სიგრძის აუდიოები? ანუ აუდიო ხო ისე time series-ში რაღაცა ეგეთით შეიძლება, იმიტომ რომ აი მაგალითად რა მელის სპექტროგრამაში რო გადაიყვან სიხშირეების მიხედვით შეიძლება მაგის აღება რომ აი time series-ში რაღაცა განსხვავებული ბევრი სიხშირე თუ არის, ბევრად უფრო რთულია რა სპექტროგრამაში. time series დაივიწყე მან. აი გარი ჩათვალე არ არის time series რა. იმენა CNN-ი არის პროსტა. სპექტროგრამაში როგორც გადაიყვან, მაგრამ რასაც იძახი ექსტორია. ანუ გეთახმები მაგაში რა. time series არ ახსენო, დალშესწორია. რაღაც ხრივ არის, რაღაც ხრივ არ არის. პროსტა CNN-ი არის საბოლოო ჯამში სპექტრო გადაყავს და გეთახმები მაგაში რომ კი, აი მერე უკვე ბევრი სიხშირე თუ ნახეთ სხვადასხვა ხო, კიდე რაღაც არის ისეთი რაცები აქვს, პროსტა noise თუ დავადეტექტეთ უკან რაღაცა შეგვიძლია ვთქვა რომ აი ეს არის რავი, უფრო hard სიტყვაზე რა და დავყო ეგრე ლეველებად. ო, ოკეი. ხო, ეს უფრო კაი კითხვები დამოვიდა რა. გაიხარეთ. თორემ მაგარი მოსწმენი იყო ისე. შენ კითხვა არ დაგისვას ნომიგულებ. რაც მაინტერესებდა ერთი გეგენა მომიკითხა მე ანტონი. აი ხო არაფერი არ გაინტერესებს მე მახსოვს შენი შარშამდელი ლექციები. ო ეგ. ეს read AI meeting notes-ი ვინებდი რო გვისმენს. წარმოდგენა არ მაქვს. არ გავიდა. აკათონზე უნდა გაგვაკეთებინა მასეთი. უბრალოდ ავატარი რო ქონდა და ლაპარაკი რო შეეძლო. გისმენ გიგი. კაი, ჩაწერას გამოვრთავ მეგობრო. კიდე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? არა ვის? კი ბატონო, მორჩეთ მაშინ რეკორდინგს და გავაგზავნოთ რამე სხვასთან დაკავშირებული თუ გაქვთ რამე კითხვა.
გამოვშვით.